ბარსელონაში ჩემთვის ყველაზე მეტად თვალშისაცემი და შურის აღმძვრელი აღმოჩნდა ბევრი ბედნიერი ადამიანი ქუჩაში. აი ჩვენ ხომ ბავშვობიდან გვასწავლიან რომ ცხოვრება ტანჯვა, წამება, რომ უნდა გავუძლოთ და ჩვენც მართლაც ვიტანჯებით, წვალობთ, შრომობთ, ვუძლებთ. შესაბამისად ჩვენ ვარსებობთ, აქ ხალხი ცხოვრობს. აქ ადამიანები არიან ბედნიერები, მშვიდები, მხიარულები, ტკბებიან ყოველი წამით. და მათ ამ ბედნიერების და სტაბილურობის განცდას ანიჭებთ ის გარემო, რა გარემოშიც ცხოვრობენ. ჩემი ქმარი არ არის ესპანეთის მოქალაქე, მას აქვს მუშაობის უფლება უბრალოდ. მაგრამ როდესაც მან სამსახური დაკარგა, სახელმწიფო მას რამდენიმე თვის მანძილზე უხდიდა რამდენიმე ასეულ ევროს, რომელიც მისი ცხოვრებისთვის აბსოლუტურად საკმარისი იყო და ასე ანიჭებდა მას სტაბილურობის განცდას და სიმშვიდეს, რომ წყნარად მოეძებნა ახალი სამსახური. როდესაც მე დავკარგე სამსახური ჩემს ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც ვარ, ცხადია არც სახელმწიფოს გავხსენები ვარ და არც იმ კომპანიას შეუწუხებია დიდად თავი, სადაც მუშაობდი. ასე რომ მე მიჩნდება განცდა, რომ მე ჩემი ქვეყნისთვის გაცილებით ნაკლები ღირებულება მაქვს, ვიდრე ჩემს ქმარს ესპანეთისთვის, რომლის მოქალაქეც ის არ არის. და ეს არის ძალიან სამწუხარო.